ზაზას თითქოს არ მიუღია სპეციალური განათლება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მან მიიღო ყველაზე მაღალი განათლება. მისი მასწავლებელი, მისი მოძღვარი და მეგობარი, მამა სერაპიონი ჯიშკარიანი, ამჟამად სქიმარქი მანდრიტი იოანე, იყო პრაქტიკულად ამ ორნამენტის გაცოცხლების სათავე, პირველ სათავე. და ეს ფაქტი ძალიან უბრალოდ დაიწყო. უნდა გაეკეთებინეს სკამი, მაგრამ სკამის კეთების დროს ბუნებრივად გაცოცხლდა და დაიბადა ქართული ჩუქურთმა. ჩვენ კი ვიცით, რომ ჩუქურთმა არის ქართული ხელოვნების, ზოგადად განსაკუთრებით საეკლესიო ხელოვნების ერთ-ერთი სპეციფიური მახასიათებელი. და ის სწორედ მამა სერაპიონის ხელმძღვანელობით მოხდა ამ ჩუქურთმის გაცოცხლება იმ ჯგუფში, მისი მეგობრებისა და სულიერი შვილების ჯგუფში. თვითონ მამა სერაპიონ სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ის დიდხანს მუშაობდა ძეგლთა დაცვაში. ასე რომ ქართული ჩუქურთმა მისთვის სრულიად ორგანული ნაწილი იყო, მაგრამ შემდეგ თვითონ ზაზა დამოუკიდებლად მუშაობს. თავიდან ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ერთად იქნებოდა ესკიზები, ერთად მუშავდებოდა ხასიათი ორნამენტის და უნდა ითქვას, რომ იმ თავითვე ზაზამ გამოავლინა ძალიან ფაქიზი თვისობრიობა როგორც მხატვარმა. როდესაც აღმოჩნდი წურუღა შენში, სიმართლე მოგახსენოთ, რაღაც გაკვირვებასთან იყო დაკავშირებული პირველი შეხვედრა მის შემოქმედებასთან. სამწუხაროდ პირადად არ ვიცნობდი ამ ადამიანს, მაგრამ უდიდესი მართლაც ესეთი იმპრესია შეიძლება ითქვას დაკავშირებული იყო სწორედ ერთ-ერთ მოტივთან ორნამენტისა. მე მივაპყარი ყურადღება იმას, რომ ამ ორნამენტის ხარისი იყო უმაღლესი და მე გამიშთა შთაბეჭდილება სრულიად ობიექტური ჩემი აზრით, რომ ეს არის სავსებით შესაფერი იმ დონისა, რაც დაუშვათ მე-11 საუკუნეში, მე-12 საუკუნეში, აი აღმავლობის ხანაში ქართული ორნამენტის ქმნისა, თუნდაც მე-13-ში და ასე შემდგომ, იყო დამახასიათებელი საქართველოსათვის. მისი ორნამენტი თავისთავად არის ძალიან დახვეწილი და ის ადამიანს აგონებს პარაბოლას, რომელიც იწყება უსასრულობიდან, ტოვებს სპეციფიურ კვალს და მერე ისე უსასრულობაში გადის. ასეთი ადამიანის ცხოვრებას და ასეთია ნამდვილი ხაზი და ასეთია ზაზას ორნამენტის ხაზებით და მე ვიტყოდი, რომ ხატმწერებს მოენატრებოდათ ასეთი სუფთა და უსასრულო ხაზი. უსასრულობა კი მოგეხსენებათ, ეს არის ღვთიური და უფლის მადიდებელი. ერთ-ერთი თვისება ზაზას ორნამენტის არის უსასრულობის უბადლო განცდა. როგორც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე ბრძანებს, ორნამენტი ეს არის გზა ბილიკი ღვთისაკენ. და სწორედ ეს იგრძნობა ჩემი აზრით, როდესაც ამ ორნამენტს უმზერთ. რას წარმოადგენს ბოლოს და ბოლოს ორნამენტი? ეს არის თავისებური ხოტბა ღვთისა, რა თქმა უნდა. და ეს ვლინდება სხვადასხვა გამოხატულებებში. აქ ძალიან რთული ჰარმონიებია დამახასიათებელი, ეს არის გეომეტრიული ფორმები, რომლებიც მკაცრია, მაგრამ ამ სიმკაცრეში ციცოცხლით ახსავსე და შემდეგ საკუთრივ მცენარეული მოტივები, რომლებიც არანაირად არ არის ნატურალისტური, არამედ არის ძირითადი პრინციპები აი ამ სიცოცხლის ფორმებისა დანახული, როგორ აღმოცენდება ეს სოცხალი ფორმები, როგორ ვითარდება, როგორ ლაღად მიედინება, თავისებური აი თითქოს ჰელიოტროპულობა ახასიათებს ამ ფორმებს და ძალიან შთამბეჭდავია ისინი აი სწორედ ამ ნიშნით. მან ძალიან აქტიურად გამოიყენა ამობურღვის ტექნიკა, რითაც ფორმაში შემოდის იდუმალი სივრცე და ეს იდუმალი სივრცე ასევე აღავსებს ნამუშევარს დიდი საიდუმლოთი და უკარგავს ხეს, უხეშ კონკრეტულობას. და საერთოდ ზაზას ჰქონდა საოცარი უნარი, რომ ხე გაეწმინდა ფიზიკური კონკრეტულობისაგან და წარმოიჩინა მასში საღვთო განგებულება, ის რომ ხე არის ღვთისგან შექმნილი. ხე მღერის პირდაპირ მის ორნამენტთან და ეს არის საოცარი დიალოგი ორნამენტისა და ხის. ჩვენ თუ დავაკვირდებით საკუთრივ დეტალებსაც, ანუ როდესაც ახლო მანძილიდან ვაკვირდებით ამ ორნამენტს, ჩვენ ვამჩნევთ, რომ
სრულად წარმოუდგენლად, ასე ვთქვათ, უფაქიზესი ნიუანსები აქვს შეგრძნობილი, ხოლო როდესაც დიდი მანძილიდან უყურებთ, უკვე აქ შუქისა და ჩრდილის თამაში, ეს მისტიური სინათლე არის დაკავშირებული, სწორედ ეს სინათლე არ არის უბრალოდ ფიზიკური, ეს მოგესალმებით, საკრალური შუქის, ასე ვთქვათ, სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული. როდესაც როგორც ჩვენი მკვლევარები, მაგალითად ვახტანგ ცინცაძე და რუსუდან მეფისაშვილი აღნიშნავენ, ბევრი რამ აქვს საერთო ქართულ მრავალხმიანობასთან და ეს არ არის ლიტონის სიტყვები, იმიტომ რომ როდესაც ვაკვირდებით აი ამ ორნამენტის მდინარებას, მათი ვთქვათ მოტივების მრავალფეროვნებას და ამ დროს შინაგან სიმწყობრეს და ერთიან მიზანმიმართულობას, რაღაც ერთი თითქოს გარდამწყვეტი საწყისისაკენ დინებას, ერთგვარ ხოტბას ისევ ღვთაებრივი საწყისისა, აქ ქართული სიმღერის პრინციპი, რომელშიც განსხვავებული ხმები საბოლოო ჯამში სწორედ ერთი მიზნისაკენ იკრიბებიან, ერთი მიზნისკენ იკონებიან, თუ შეიძლება ვთქვათ, აი მსგავსი რამ არის სწორედ ორნამენტულ სისტემებში და ეს დანამდვილებით რაღაც ერთი სულისკვეთების, ერთი განწყობის გამომხატველია. ვთქვათ, ხის სხვადასხვა ჯიშებს იყენებდა. ამავე დროს საინტერესოა, რომ ზოგ შემთხვევაში თვითონ საეკლესიო ნივთებია, რასაკვირველია, შესრულებული, რომელსაც თავისი კონკრეტული ფუნქციები აქვს, არის ჭურჭელი სხვადასხვა დანიშნულებისა, რომელიც აი ესეთივე განსაკუთრებული დახვეწილობით და სისადავით ამავე დროს მიუხედავად იმისა, რომ აი შეიძლება ითქვას რაღაცნაირად ჭარბი ნიჭიერებით გამოირჩეოდა ეს ადამიანი, ღმერთმა მიჰმადლა ეს ძალა, მას ამავე დროს აი სისადავეს ინარჩუნებს და სწორედ ეს არის შინაგანი სიმდიდრე მოტივებისა და ამავე დროს ლაკონიზმი საბოლოო ჯამში, ანუ მთლიანობის განცდა. რაც არ უნდა ბევრი ბრწყინვალე დეტალი იყოს, თუ ეს მთლიანობის ხარისხი არ იქნება, თუ არ იქნება ერთობილობა ფორმისა, რასაკვირველია ის შთაბეჭდილება რამდენადმე შეიძლება შესუსტდეს. დაწყებული დიდი კანკელებიდან, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა წუღრუღაშენის კანკელს და პატარა ნივთებით დამთავრებული და ყველგან მისი ორნამენტი არის უზადოდ მორგებული კომპოზიციას და ყველგან ის ინარჩუნებს მნიშვნელოვანებას, რაშიც ჩანს მისი როგორც მონუმენტალისტის ხედვა. მე ხაზი მინდა გაუსვა აგრეთვე მის მიერ შესრულებულ ხატებს ხეში. ეს ხატები შესრულებულია, რა თქმა უნდა, რომელიმე ფერწერული ხატის შთაგონებით. და თითქოს მთლიანობაში არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე როდესაც სახეებს ადიდებ, იქ წარმოუდგენელი სულიერი სიღრმე და მნიშვნელოვანება ჩანს. ლოცვითი მდგომარეობა იმ წმინდანებისა, რომელსაც ის აკანდაკებდა და ესეც მის ნამუშევრებს აყენებს ძალიან მაღალ განზომილებაში. როგორც მცირე ხელსაყრობი ნივთები, ისე ვთქვათ, დიდი მასშტაბის ფორმები, როგორც არის მაგალითად სამების დიდი ტაძრის კარი, ყველა მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული დონით შესრულების ხარისხით და ამავე დროს საგულისხმო არის კიდევ ერთი არსებითი მომენტი, რომ ბატონი ზაზესათვის, როგორც ჩანს, ეს მუდმივი აღმაფრენის, მუდმივი სიხარულის წყარო იყო. ძალიან დასანანიანო სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, რამდენიც ვიცი, სულ 40 წლისა ბრძანდებოდა, უამრავ რას მე კიდევ შეძენდა, მაგრამ რაც დატოვა მემკვიდრეობის სახით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავიხსენოთ, ომისიდან ჩამოვდიოდით. ბევრნი ვიყავით და ძალიან გამიჭირდა ჩამოსვლა, სწორედ ჩამოსვლა და ყველა თავისი რიტმით წავიდა და ზაზე დარჩა ჩემთან. ყოველგვარი ხაზგასმის გარეშე უსიტყვოდ გამომხედავდა ღიმილით და არ მიმატოვა, სანამ მე ბოლომდე არ ჩავედი, იყო ჩემთან. აი ასეთი იყო უსიტყვო, მომღიმარი და ზემგრძნობიარე ადამიანი. იმიტომ რომ გრძნობიარეობის გარეშე, ასეთი ფაქიზი სულის გარეშე, ასეთი ფაქიზი ორნამენტი ვერ შეიქმნებოდა. აი შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უფაქიზესი სულის ადამიანი. სული კი ეს არის მარადიულობა.